დედა, ნახევარი წუთი მშვიდად იდექი. კარგი. მოტრიალდი. ფისკულ სალამი გარანც. დილამშვიდობისა. სვეტ, ეს ყველაფერია, რაც მას პირველ სამუშაო დღეს გინდა უთხრა. ჩვენ აგერჩიეთ და თუ რამეა, ჩვენვე მოხსნით. ეს გასაგებია. დედა, დრო არ მაქვს. ჯანთა სად არის? ახლავე. ასე. სალათი, კოტლეტები. ესეც თემოსი. ყველაფერს უკან მოიდან. ეს ყველაფერი რა საჭიროა, დედა? ცენტრში ვისადილე. ცენტრში ყველაფერი ძვირია. კარგი. მორჩო. კი. ყველაზე მთავარი. კინძის თავი რა საჭიროა? კინძის თავი ოპოზიციის წინააღმდეგ. იქ ყველა სუდი გამოხედვა აქვს. თოლი რომ არ გეცეს. კიდევ ვერხვის სარით ჩაგედო. ვასენკას ხოთაშორის ეგრევე არ მოუჭრა. ადამიანებთან საერთო ენა გამონახე. იქნებ შენთან ერთად წამოვსულიყავი. დედა, პედაგოგი ვარ. გავერკვევი. აბა, უნდა გაერკვე, მალე 40-ის ხდები. გერძო ზონა. პეტია, გზად შვილს რამე უთხარი. ქვეყანაში არ ჩაგეჯვა შვილო. არის, მამა. Свою страну, люблю свою жену, люблю свою собаку. Я всего на свете член, почти что супермен, но редко лезу в драку. Знает весь двор мой приговор, слуга народа. Почти все есть, достоинство и честь, и даже крики «Браво!». Персональный самолет мне выделил народ, а что, имею право на животу, вот тут набью тату, слуга народа. ხალხის მსახური გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. დილამშვიდობისა ბატონო პრეზიდენტო, დილამშვიდობისა იური ივანიჩ. როგორ გეძინათ ვასილი პეტროვიჩ გასაოცრად ღრმად? ეს კარგია, სახელმწიფოს მეთაურს ღრმად და ტყბილად უნდა ეძინოს. მიუხედავად შინაგანი ვითარებისა და საგარეო ვალის. იცით, ინაუგურაციაზე თქვენი სიტყვა ძალიან მომეწონა. მართლა, დიახ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ასე ხანგრძლივად ჭკვიანურად და ლამაზად ილაპარაკოთ, ამავე დროს არაფერს დაპირდეთ. ეს სრული ხუთიანია. თქვენი ტაქსით გამოჩენა, ეს უმაღლესი პილოტაჟია. ელექტორატი ჩვენგან ზუსტად ამას ელოდება. ეს რა არის იური ივანიჩ? პრეზიდენტის მანქანა სად არის? ტექმომსახურებაზე. თქვენი მანქანა ტექმომსახურებაზეა. ვასილი პეტროვიჩ, ეს ცუდი არაფრით არ არის. ასეთი მეც მყავს, დამიჯერეთ. იური ივანიჩ, მაინც ვერაფერს ვერ მიხვდით. ვასილი პეტროვიჩ, ერთი წუთით, ვასილი პეტროვიჩ. ბატონო პრეზიდენტო, ვასილი პეტროვიჩ. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. მოვასწარით. ვასილი პეტროვიჩ, ოჩაღრა. მართალი გითხრათ არ ველოდი. უბრალოდ მთლად სწორი არ არის. გერძოდ რა. ის რომ ეს ჩვენი ვოიაჟი რამენაირად უნდა გაგვეშუქებინა. პრესა მოგვეწვია. გამარჯობა. თორემ გამოდის ფუჭად გავისროლეთ. იური ივანოvič, ეს მორიგი პიარ აქცია არ არის. სამუშაოზე მისვლას ყოველთვის ასე ვაპირებ. რა საკეთებ? ბლინები მინდა გავითბო. არ მუშაობს. აბა რა გავაკეთო? ცივი უნდა ჭამო, ასეც გემრიელია. მოიტყვი. შაქარი მომაწოდე. ეს რა უბედურება. პრეზიდენტის ბინა. ბოსელი. დიდი ხანია გთხოვ რომ დაგემაგრებინა. დამაგრე არ დამაგრე, ყველაფერი ფურთხით არის. თითქოს დიდი სახლი ამავე დროს დედაშენის სული იგრძნობა. საინტერესოა რა არ გაწყობს. შენ ყველაფერი გაწყობს? ტუალეტამდე მისასვლელი ძროხების წყლის დასალევ ბილიქს დაემსგავსა.
იატაკი ლაქს 20 წელია ვერ შეხვედრია. შპალერი, 8 ფენა, ძვრება, უეჭველი ვინმეს დაეცემა. ხელს ვინ გიშლის? აიღე და გადაღებე. პრეზიდენტის მამა ვარ. კარგი რა? კუჩმა პინჩუქს შპალერს უკრავდეს. გინახავს? მე ზიზღება მთელი ეს ავეჯი, ეს სავარძელი, დივანი, საათი, ეს რაღა არის? პეტია, ეს რა არის? შვიდად, სახსოვარია. პანჯარასთან მდგომი მანქანაც სახსოვარია. სიმამრის საჩუქარი. არასდროს იცით და იქოქება თუ არა თავისი ცხოვრები ცხოვრობს. პეტია, დამიწმარდი. და ასეთი ურემით პრეზიდენტის მამამ უნდა იაროს? ახლა ვასია რომ გისმენდეს. ვასია სამარშრუტოთი არ დადის. მძღოლო, თუ შეიძლება კონდენსიონერი ჩართეთ, ვერ სუნთქავთ. ისუნთქეთ. მადლობა. საპენსიოთი შეიძლება. არ შეიძლება, ორი უკვე მყავს. მოითვინეთ. თუ ჩვენზე ამბობთ, ჩავდივართ, მოდით. მადლობა. ჩავდივართ, ფეხით წავალთ. ფეხით? რამდენი დაგვრჩა? კიდევ რამდენი დაგვრჩენია? 10, 15? ვითომ რატომ? კარგი 20. რა, სიბერეში ნორმალური ადამიანები ვიცხოვროთ, არ შეიძლება? ეს რა არის? ეს რა, ტელევიზორია? ვერ ხვდები რომ წინა საუკუნის ტექნიკის მუზეუმი გვაქვს? ტელევიზორმა რა დაგიშავა? თვალში ვერ ვიყურები, გზას ცუდად ვხედავ, გუშინ კი ნაღამ ხეს დავეტაკე. აბა, კი, ვრმავდები. ჯანდაბა. ეს რა, მტვერსასრუტია? რა იყო? ეს მტვერსასრუტი კი არა, მტვერსაფრქვევია. მომბეზრდა, ყველაფერი მომბეზრდა. ამ ბინაში ყველაფერი შესაძლებელია. რა ოფულით შემცვლელო, დაწყნარდი. რა ფულით? ვერ ხვდები? ვერ ხვდები რომ 37 წლის წინ ლოტარიის ბილეთი ვიყიდეთ. რა ბილეთი? აგერ ეს. ახლა კი ჯეკპოტი მოხსენით. მოიტანე? მოვიდა. ყველაფერს მოვიდა. ჩემი პერანგი სად არის? ეს აქ ვინ დადგა? შენ. იური ვანიჩ, ჩემი ბოლომდე მაინც არ გესმით. დღევანდელ დღეს დაუშვებელია ქვეყნის პრეზიდენტმა, სხვათა შორის ხალხის მსახურმა. ასე რატომ ამბობთ? აბა კიდევ როგორ მე პრეზიდენტს, ჩინოვნიკებს, დეპუტატებს ხალხი გვირჩევს, იმისთვის რომ მათ ვემსახუროთ. მოსამსახურე, უფრო მეტად ქვეყნის მენეჯერი მომწონს. კი, მაგრამ ყველა მენეჯერისთვის წელში რატომ უნდა წყდებოდეს ეს უსასრულო რეზიდენციები, ავტოპარკები, ლაქიები, დაცვა? დიახ ბატონო. რა? მეძახდით? ასე მორჩა, მომბეზრდა. ბიჭებო, მორჩა, დიდი მადლობა, მაგრამ თქვენ სამსახურს აღარ ვსაჭიროებ. თავისუფლები ხართ. დაცვა საჭიროებაა და არაფუფუნება. რამე თუ არანაირი საჭიროება არ არის, ნორმალური ადამიანი ვარ, არავის ცუდს არ ვუკეთებ. კენედიც ასე ამბობდა და ყველაფერი როგორ დასრულდა? როგორ? თქვენ რა? ნორმალურ ენაზე ერთხელ ხომ უკვე გითხარით? ყველა თავისუფალი ხართ, მადლობა, არ ვსაჭიროებ. ბოდვარა. თქვენ რა დამცინით? ვასილი პეტროვიჩ, სახლში წადით. ვასილი პეტროვიჩ, თქვენ რა თქმა უნდა უფლება გაქვთ საკუთარ დაცვაზე უარი თქვათ, მაგრამ ჩემი დატოვეთ თუ შეიძლება. თქვენია, ბოდიში. არა უშავს, უკაცრავად. კენედის სხვათა შორის დაცვა ყავდა და რიდან თავდა. ესე იგი საკმარისი არ იყო. ეს რა არის? ეს შენი პირველი მოადგილეა დასუფთავებაში. წამოდი, წამოდი. საკმარისია ბიჭებო, ახლა ჩვენ თვითონ. დედილო? აპარატი ჩაიბარე. დაუფიქრებლად გავცვალე, მოგწონს? მაგარია მაღაზიას რას შეპირდი? არაფერი განსაკუთრებული, 1 აწლიანი ვადისგან გავათავისუფლე. რას ამბობ? ხუმრობ მხოლოდ 5 წლით. კარგი რა. არაფერს დავპირები ვარ, ვასკა ყველაფერს გადაწყვეტს. ეს შენთვის საჩუქარი. ამას რა ქვია? ამას სამართლიანი კომუნიზმი ჰქვია. ჩვენი მოთხოვნილებები შესაძლებლობების მიუხედავად. ეს რა გასაღებია? შენთვის ტელევიზორი ხომ დავითრია? აქ ხომ ნათელია რომ რუსულად არ წერია BMW. თუმცა რას გიყვები? მანქანებში ხომ აზარზე არ ხარ? შენ რა მანქანაც იყიდე? ვიყიდე ხმა მაღალი ნათქვამია, ეს ჯერ მხოლოდ ტესტ დრაივია. ზედმეტებში გადადიხარ. ზედმეტი მაშინ იქნება თან მოვარჯიშეზე რომ გაგცვლი. არ არის სასაცილო. მართლა? ეს ვინ არის? სიურპრიზი. ჩვენ ხომ ნაკრძალი არ აგვიშენებია, ან ქარხანა მოგვიპარავს. საერთო ზომებით სრული მოგრძალება გვაქვს. პატივისცემით სერგეი სუსელდორფი. დიზაინერული ბიურო სუსელდორფი და პარტნიორები. დაგირეკავთ. ჩვენ დაგირეკეთ, შემოვბრძანდით ამხანაგო სისელდორფ.
ესე იგი, ამისგან ვერსალი უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ. იური ივანიჩ, ვფიქრობ, უმუშევრებისგან და პენსიონერებისგან დავიწყოთ. დავიწყოთ ზუსტად ახლა უმუშევარ პენსიონერთან გვაქვს შეხვედრა. რა აზრით? ჩვენ ყოფილ პრეზიდენტთან. ვასილი პეტროვიჩ, ასეთი ტრადიცია. ახლა ძალაუფლების გადაცემა მოხდება, მერე ფოტოსესია. მცირე ფურშეტი, მერე კი თქვენი მდივანი. სხვათა შორის აი ისიც. გაიცანით ბელა რუდოლფოვნა, თქვენი მარჯვენა ხელი. მას ყველგან და ყოველთვის მკვეთრი გერმანული წესრიგი აქვს. არც ასეა, განსაკუთრებული ვითარება გვაქვს. პრეზიდენტის კაბინეტი ჯერ მზად არ არის. ვიცოდი, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. ვერაფერს გავაკეთებდით, ხელში იარაღი აქვს. საჩუქარი. უჟგოროდის საჯინების უფროსის მოადგილისგან. პრესა საქმის კურსია. მადლობა, ღმერთს არა. რა ხდება? თქვენი წინამორბედი კაბინეტში ჩაიკეტა. ყვირის, რომ ლეგიტიმურია ითხოვს 1 ლიტრ არაღს, სიგარეტების ბლოკს, პოლიტიკურ თავშესაფარს იუგოსლავიაში. იუგოსლავია აღარ არსებობს. იცის, არაღს ამიტომაც ითხოვს. სერგეი პალიჩ, სერიოზა, ძვირფასო სისულელეს მოაკეთებ. შენი დრო გავიდა. ხალხმა სხვა აირჩია. ხელმეორე არჩევნებს ვითხოვ, ვიღაც აირჩიეს. შემეშვით რა. დამანებეთ თავი. სერიოზ. მაბადიეთ მეგონა გატენილი არ იყო. მაშასე. 48 საათს გაძლევთ და მერე რა სერიოზ. მოდი იორაშკა, იქნებ ხელი როგორმე შევუშალოთ. მაშინ შემოვალ. გამარჯობათ. წადით, ყველა წადით, გესრით. ბელა წადი. სერიოზ, ეს რა ცირკია, ეს ხომ გამოსავალი არ არის. გეთახმები. რაღაც უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაკეთოთ, იურა. რა სერიოზა. მოდი კონსტიტუცია შევცვალოთ. როგორც ყოველთვის, ხონცვლიდით, იურა. შესაძლებელი არაფერია. მოდი ხმები გადავითვალოთ, ყველაფერი გადათვლილია. მინდა პირადად თითოეული ბიულეტენი. შენი 3% რა დასათვლელია. სამნახევარი იურა. მას 60 აქვს. შეცდომა 60% როგორ შეიძლება შეცდომა იყოს? მთელი ხალხის შეცდომა, ნუ აიოლებ. მეორე შანსს მივცემ. ხმა თავიდან მისცენ, იურა. ხმის მიცემას რა დაემართა, იურა? ხმის მიცემას. მრას გაჩუმებულ ხარ, საქონელო. რამე გააკეთე. კარგი რა სერიოზა. შენი შესანიშნავად მესმის. არ გესმის? მესმის. არ გესმის? მესმის. არ გესმის? ქვეყანა მომპარეს, იურა, მთელი ქვეყანა. საკუთარი ქვეყანა. ოდესმე გქონია? მასში ცხოვრობდი, ჭამდი, სვამდი მასში. მასთან ერთად მინდა მოვკვდე, იურა. ვირივით მუშაობდი, გავჭაღარავდი მე. უკრაინული ვისწავლე, იურა. Ну тоді ти мусиш знати прислів'я. Чесний кінь не підженеш, ти не зупиниш. მე ამ გაუგებარ ენაზე ნუ მელაპარაკები. სერიოზია, ძლიერი ადამიანი ხარ, შენი მჯერა, შეძლებ. სუსტი ვარ, ავადმყოფი ადამიანი ვარ. სერიოზია, ძვირფასო, ძლიერი ხარ. სუსტი ავადმყოფი ადამიანი ვარ, იურა. შემეშვით. ავადმყოფი ადამიანის გაგდება არ შეიძლება. ეს კანონის დარღვევაა, იურა. ინსულტი მაქვს. სერიოზია. გეღობ. დამტოვე. ყველა შემეშვით. საშუალება მომეცით წყნარად მოვკვდე. სადმე კარპატებში. მომეცით საშუალება. კარპატები მომეცით. ოდესის სპორტი მომეცით. მიწა, წყალი, ბევრი. წყალი. ზღვის წყალი დიდი, მთელი აკვატორია, მომეცით, თევზი. როგორი თევზი? კამბალა, კილკა, რა ვიცი. დელფინები მომეცით. გვერდით მეყოლებიან. თევზები მიყვარს, იურა. შვილს ზღაპარს შევპირდი. ახლა რა უთხრა? შენი შვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. ეს ზღაპარი უკეთესია. სერიოზია, ეს უკვე მომაბეზრებელია ბოლოს და ბოლოს. კარგი ბიჭი. კურკა მომეცი? კურკა.
კარგი. მე წავალ, ოჩახ. დავწყნარდები და წავალ. კარგი. წავალ და დავწყნარდები, კარგი. ოღონდ ახლა წადი დამტოვე. რა დრო გჭირდება? არ ვიცი, 1-2 დღე, 5 წელი. როცა ვიტყვი, მაშინ გამოვალ. ნახევარი საათი გაქვს. იურა, ღვთის გულისთვის გთხოვ, იურა. რამე გააკეთე, იურა. მესმის სერიოზი. რა თქმა უნდა, მესმის რამეს მოვიფიქრებთ. მართლა, რა თქმა უნდა. ოდესმე მომიტყუები ხარ. მადლობელი ვარ. ძმაო. რა ქვეყანა დაანგრიეს? რომელი ქვეყანა სერიოზი? იუგოსლავია. Bella ciao. Bella ciao. Ciao, ciao, ciao. Iura, serioza. Bella ciao. Bella ciao. Specrazmi გამოიძახეთ. Specrazmi საჭირო არ არის. შეიძლება ვცადო. გთხოვთ. ვასილი პეტროვიჩი. ფიქრობთ გამოგივათ? რასთით, ვასილ პეტროვიჩ, როგორც სასწავლო ნაწილი პირადად ვევედრებოდი. მთელი კოლექტივი ვევედრებოდით. 2 გამოსამშვიდობებელი ბანკეტი მოვუწყეთ. კაბინეტის გასაღები გამოვართვი, მაგრამ კატასავით სახლის გზას ყოველთვის პოულობს. არა, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებების მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი. ბოლოს და ბოლოს მისი ასაკიდან. რაისა ანდრეევნა, დამიჯერეთ შევძლებ მივუდგე. ისტორიკოსები ვარ და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. დიახ. შევძლებ. კარები მიხურეთ, მომცილდით. გაკვეთილებისთვის მომზადებაში ხელს მიშლით. მე რა თქმა უნდა მესმის. გეყოფათ ახალგაზრდა. მთელი ცხოვრება ამ სკოლაში ვარ. ახლა კი შემცვლელად ვიღაც პატარა ბიჭს აგზავნიან. ვფიქრობ, ასაკი არასდროს ყოფილა მაჩვენებელი. სათუოა ეს ჩინური ანდაზე იცოდეთ. არაფერი ისე არ გაშინებს, როგორც გაურკვევლობა. გაურკვევლობა ამ შემთხვევაში თქვენ ხართ. ლაოძის ვერ შეეწინააღმდეგები, თუმცა მე უფრო სპარსული სიბრძნე მომწონს. ეტლს იქამდე ვერ შეაფასებ, სანამ მასზე თავად არ გაისეირნებ. ასე რომ ამ შემთხვევაში ეტლი მე გახლავართ. იაპონურ ანდაზაზე რა სიტყვით? კარგი მეომარი 10-დან შეიძლება 1 იყოს, იმპერატორი 100-დან 1, ბრძენის სენსეი კი 1000-დან 1. სხვა მხრივ ძველი მაია ამბობდა, რომ ბრძენად ვერ დაიბადები, ბრძენი უნდა შეიქმნა. ეს არის ახლებური განათლება. რა აზრით? ეს მაია არ არის, ეს აცტეკები იყვნენ. გეშლებათ რა აცტეკები მაია იყო. ახლა ყველაფერს დაგიმტკიცებთ. ჩემი საყვარელი ანდაზა. მან რა არის? გვერდი 196. უიჯველი მაია არ ასეძებთ? აგერ. მართლაც მაია? დიახ. ახლა ვიხსენებ, რომ რომელიღაც წყაროში აცტეკები იყო მითითებული. დიახ. ასე რომ თქვენს წინაშე ქეთს ვიხრი. თუმცა თქვენს მიმართ არა. არამედ თქვენი მასწავლებლის წინაშე, თუმცა როგორც ბალკანური ანდაზა ამბობს, კარგი მასწავლებელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვინც თავად კარგი მოწაფე იყო. არ იღებოთ არკადი გრიგორიჩი. თქვენს მიერ მოპოვებულ მაღალ ნიშანს შევინარჩუნებ. სინამდვილეში ნებისმიერი წამოწყების წარმატება, როგორც იტყვიან, 3 ვეშაპზე დგას: შრომის მოყვარეობაზე, პატიოსნებაზე და სამართლიანობაზე. ეს ვინ თქვა? ვასილი გოლობაროტკამ. დიახ. ეგ ვინ არის? მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ შვიდად ვარ. ისტორია ჩვენს სკოლაში საიმედო ხელშია. ნება მომეცით ერთ მათგანს ხელი ჩამოვართა.
სიამოვნებით. მშვიდად ვარ, უკრაინა საიმედო ხელშია. ბატონო პრეზიდენტო, თუ შეიძლება თქვენი გეგმების შესახებ გვიამბეთ. მილიონს ვდებ, რომ ეს ბიჭი ერთვესაც ვერ გასტანს. შრომის მოყვარეობა და პატიოსნება სიცილისგან კი რაღაც. მოკლედ, იური ივანიჩ, როცა არჩევნები დაინიშნება და მირეკე, მონაწილეობას მივიღებ. და ყურადღება მიაქცეთ, რომ ამ შტერმა ჩემს კაბინეტში არაფერი შეცვალოს. შრომის მოყვარეობა და პატიოსნება. ვფიქრობ, ყველაფერზე ნახევარი წელი დაგჭირდება. იქამდე სად უნდა ვიცხოვროთ? კარპატებში წავიდე დასასვენებლად. ნათესავები გვეპატიჟებოდნენ. სხვათა შორის კარპატებში პროკურორის პენტჰაუსში ბუხარი გავაკეთეთ, რეკომენდაციას გაძლევთ. გავაკეთებთ. სად ჩვენ და სად პროკურორი ასეა? შესანიშნავია შპალერს ვცვლით. მთელ ავეჯს ვცვლით. სხვათა შორის ჩემი ბიზნეს პარტნიორები ავეჯის სალონის მფლობელები არიან. რეკომენდაციას გაძლევთ. ავეჯი ძვირადღირებულია. რას ლაპარაკობთ, ყველაფერი საჩუქრად, მათთვის ეს პატივია. მხოლოდ პრეზიდენტის ხელშეწყობა საბაჟოზე მცირე ნიუანსებში. ხელშეუწყობთ მოიტანა. ჩათვალეთ, რომ უკვე აქ არის. მაშასე აქ მარმარილო. აქ რამეს მოვიფიქრებთ. აქ პატარა შადრევანი. ვთვლი, რომ მოახლეების საცხოვრებლად ზუსტად ის არის. ბოდიში, ჩვენ სად უნდა ვიცხოვროთ? აგერ სასადილო ოთახი, აგერ თქვენი საძინებელი, აგერ პრეზიდენტის საძინებელი. ეს პოლიშუკების საძინებელია ჩვენი მეზობლების. პოლიშუკები პრობლემაა? არა, დიდი ხანია გადასვლა უნდათ. დიახ, შევალთ. აქ მინიგოლფი, ბილიარდი და ბოულინგი. აქ მიკულინგები ცხოვრობენ. მიკულინგები პრობლემა? არ არის პრობლემა, მატება აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაფართოვდნენ. აქ კამეისბაღი, რელაქსი, ნერვებს აწყნარებს. გაიგე, ნერვებს აწყნარებს. იქ რიმა მარკოვნაა. ρίმა მარკოვნა პრობლემაა? არ არის პრობლემა, ρίმა მარკოვნა უკვე 87 საათი შეიძლება ვერც მოესწროს. პეტია. იქაც იყოს. სხვათა შორის, ერთ ხანში შესულ დებილოს კრავთა დოროვეთში აუზი გავუკეთე. რეკომენდაციას გაძლევთ. გაიგე, აუზი. პეტია შეჩერდი. აუზი უკვე ზედმეტია. ადგილი არ არის სამყოფი. აქ ხომ არა. სახლის სახურავზე. სახლის სახურავზე აუზი. და პერსონალური ლიფტი. გისმენთ ბატონო პრეზიდენტო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ქვეყანაში საქმეები როგორ არის? კარგად ბატონო პრეზიდენტო, კარგია, მადლობა. მაშასე ვასილ პეტროვიჩ. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მოკლე ანგარიშები მოვამზადე. მომეცით. წითელ საქაღალდაში ეკონომიკა და მრეწველობა. ლურჯი ენერგეტიკა. მადლობა. ყვითელი სოფლის მეურნეობა. მწვანე საგარეო პოლიტიკა. კანონები გასაცნობად. შავი საქაღალდე. ბრძანებულებები ხელმოსაწერად ნაცრისფერი. საქაღალდეები. თქვენ ასე რატომ მიყურებთ? არ მოგწონვართ? ჩემთვის მეხუთე ხართ. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. Соседям одолжить. Сможем, если выберем его. Деньги отложить.